დღესაღამოს პრეზიდენტის სასახლეში შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის და დავით უსუფაშვილის შეხვედრა შედგეს. შეხვედრაზე მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი ამის შესახებ უმცირესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. გაბაშვილის თქმით, მხარეები ერთმანეთს ბევრ რამეში არ ეთანხმებიან, თუმცა ფიქრობენ, რომ დიალოგი შესაძლებელია. თუკი შეხვედრა შედგა, მხარეები ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებსა და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრებენ. ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ის ხვალ საღამოს 8 საათზე ელის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს და უმცირესობის ლიდერს ბატონ დავით ბაქრაძეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველა ამ საკითხებზე წყლარ და მშვიდობის თარიღებში. ეს საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთის მხრიდან არის უმრავლესობის შიში ამ დროზე ადრე მთავრობის გადაყენების შესაძლებლობისა და იმისა, რომ პრეზიდენტი დააკარგვინებს მათ სკამებს და ისინი დაკარგავენ თანამდებობებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ისე რომ პარლამენტი ამაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ჩვენ მზად ვართ ამ საკითხზე ვისაუბროთ და ეს საკითხი ჩვენ გვესმის, რომ მათთვის არის მტკივნეული და სერიოზული საკითხი. მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს რამდენიმე ძალიან სერიოზული შიში. პირველი, ჩვენ ვთვლით, რომ უნდა საგარეო პოლიტიკური კურსი აისახოს კონსტიტუციაში და საქართველოს კონსტიტუციამ ისევე როგორც ეს ლიტვის კონსტიტუციამ თავის დროზე და ესტონეთის კონსტიტუციამ უნდა დააფიქსიროს, რომ არავითარ შემთხვევაში ეს კურსი არ შეიცვლება და საქართველო აღარასოდეს დაბრუნდება არც ერთი ტიპის პოსტსაბჭოთა გაერთიანებაში. დავით უსუფაშვილს შეხვედრაზე თანხმობა ჯერ არ განუცხადებია, თუმცა ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის დაუყოვნებლივ გააგრძელოს კონსულტაციები და საჭიროების შემთხვევაში შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს. პრემიერის შეთავაზება ასეთია: პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის პროცედურები დაიწყოს. მოხდეს ინტერფრაქციული შეთანხმება ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით და შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც უცხოელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით კონსტიტუციაში შესატანის სხვა ცვლილებების პროექტს მოამზადებს.